ხშირად ადამიანი უბრალოდ იმის გამო რომ უნდა ეზიაროს, მაგის გამო თმობს რაღაცებს და ესეც თავისთავად რა თქმა უნდა ზიარება, მაგრამ ხშირად ადამიანი უბრალოდ იმის გამო რომ პირი უნდა გააღოს და კბილებით ეზიაროს, ვის ეზიარება არ იცის, ქრისტეს არ ცნობს, უბრალოდ მას აქვს რელიგიური წესრიგი. მე უნდა ვეზიარო, მაშინ უნდა ჩემ თავში დავფიქრდე როგორი ვარ და რაც უფრო მეტად დავძაბავ ამას, გამიგერო ესეთი ვარ, ისეთი ვარ, აი ისა, მოკლედ ადამიანი გახწნილი ვარ, ისეთი ვარ, ადამიანი ლაპარაკობს და მერე მოვა თქვათ აი ამ თავისი რაღაცა იმები წარმოდგენებით მოვა ეზიარება კიდეც ადამიანი გავა, მაგრამ არაფერი არ იცვლება მაშინ, რატომ არ იცვლება? იმიტომ რომ თავარი ვის გამოც უნდა შეიცვალოს. თავარი ვის გამოც ეს უნდა გააკეთოს, რომ ანუ ქრისტე ღმერთი ვის გამოც ის სიკეთეში უნდა მეტად წარემატოს და ისე იგი ბოროტებაში თავი შეიკავოს და ცოდვაში თავი შეიკავოს, იმას საერთოდ არ აცნობს. ვერც იმ ზიარების უკან ხედავს ქრისტეს სინამდვილეში, ის უბრალოდ იმ წესი, ანუ როგორც რიტუალური წესი, ეკლესიაში დადგენილი საიდუმლოებითი წესი, მასში მონაწილეობის გამო აკეთებს ამას ხშირ შემთხვევაში. და ამიტომაც ნახე რა ხდება, აი ამ ზიარებიდან გასული, ზეთისწყებიდან გასული, მონათლული ადამიანი, ჯვარ დაწერილი ადამიანი, ამიტომ მიდის და ღალატობს ადამიანის მოღალატეობას ჩადის, ადამიანი ყველაფერს ისევ ჩადის, ეზიარება, მაგრამ მაინც ჩადის. რატომ ჩადის ამას? იმიტომ რომ თავარს ვერ მიხვდა, ვის გამო უნდა შეიკავოს საკუთარი თავი. ქრისტეს სიყვარულის გამო უნდა შეიკავოს, რომელიც ზიარება ხო არის და ზიარებაშია, მაგრამ ზიარებაზე მეტია. ჩვენ წინასახეს ვიღებთ, ეხლა ჩვენ აქ ზიარებისა წინასახია ეს მისი სისხლი და ხორცია, რომელიც ანუ დაფარულია პურსა და ღვინოში, საკუთარ თავს სიმდაბლის გამო ფარავს საკუთარ თავს პურში და ღვინოში, რომ ჩვენში გაცოცხლდეს და ჩვენში იყოს, მაგრამ ჩვენ გველოდება გარდაცვალების მერე მასთან პირადი შეხვედრა, ცოცხალ ღმერთთან შეხვედრა და როდესაც დადგები ქრისტეს წინაშე და პური და ღვინო აღარ იქნება და ცოცხალი ქრისტე იდგება შენ წინ, დაიწყებ კითხვას, იცნობ იმას? იცნობ ვინ არის ის? აი სინამდვილეში მიხვდები რომ საერთოდ ვერ ცნობ, იმიტომ რომ მის შესახებ არაფერი არ იცი. მისთვის არასოდეს რა პირით უნდა დადგე ქრისტეს წინაშე, როდესაც მისი გულისათვის არასოდეს არაფერზე უარი არ გითქვამს. მისი სიყვარულის გამო მაგალითად ნებისმიერ ვნებაზე, რომელიც ახლა იმაში, ანუ მარხვაში უნდა დაძლიო, მისი გულისათვის მცირე ვნებაზეც კი არ გითქვამს.